ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებად წოდებული ფარსი, იცით თქვენ, გაიმართება მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, აი თქვენ ნახევარში. ფარსია მეთქი ამას რომ ვამბობ, არ ვწდები და უფრო მძიმედ არ ვაფასებ, ანუ არ ვუწოდებ რუსულ სპეცოპერაციას რატომ? იმიტომ რომ ის პოლიტიკური პარტიები და ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც მონაწილეობენ ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში, არ მინდა რომ შეურაცხყოფო. არ მინდა რომ მათ შეურაცხყოფა მივაყენო, არ მინდა რომ მათ ზევთქვა რომ ისინი რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობენ, შესაბამისად რუსული პროექტის ერთგვარი ნაწილები თუ თანანაწილები არიან. ამიტომ ფარსია მეთქი და ამით შემოვიფარგლები. ქართულმა ოცნებამ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ივლისის თვეში ჩაატარა კვლევა, კვლევებს ატარებს ხოლმე ეს პარტია, ამაშიც შოუდობს სხვათა შორის ფულს ცალკეული მისი სტაფის თუ მენეჯმენტის თუ რავისი ლიდერების ნაწილი და კვლევა ჩაატარა, ბევრი ფული გადაიხადა და ამ კვლევის თანახმად განიხილეს მე ეს კვლევა და აღფრთოვანებულნიც კი დარჩნენ, იმიტომ რომ ამ კვლევის თანახმად ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით 77% ამ მომრჩევლისა, ვინც მიდის არჩევნებზე, მხარს სწორედ ქართულ ოცნებას დაუჭერს, უჭერს. შესაბამისად ისინი კმაყოფილნი უნდა დარჩენილიყვნენ, განა არა 67-70% 2/3-ზე მეტია და კარგია ქვეყნის მასშტაბით თუ ქართული რუსული ოცნება მიიღებს 70%-ს, ის თამამად დაამტკიცებს ჭყალებში, რასაკვირველია, რომ ლეგიტიმური ძალაა. ამის მიუხედავად, ამ ყველაფრის მიუხედავად, ქართულმა რუსულმა ოცნებამ მაინც დაიწყო არჩევნების, აი ფარსი არჩევნების, 4 ოქტომბრის არჩევნების, ეგრეთ წოდებული წინასწარი გაყალბება. რას ნიშნავს წინასწარი გაყალბება და ისინი განსაკუთრებით რაიონებში დედაქალაქის მოსახლეობას ამას ვერ უბედავენ, ვაკევერისა, მთაწმინდისა, სოლოლაკისა, საბურთალოსი, ისანისა, გლდანისა, თემკისა თუ მუხიანისა და სხვა რაიონებისა ვერ უბედავენ, ქუთაისის მოსახლეობასაც ვერ უბედავენ და ბათუმის მოსახლეობასაც, ზუგდიდის მოსახლეობასაც და თელავის მოსახლეობასაც ალბათ, მაგრამ აი რაიონებში და განსაკუთრებით სოფლებში მათ დაიწყეს ჩამორთმევა პირადობის მოწმობებისა ცალკეული მოქალაქეებისათვის და მონაცემების ამოწერა და გაყალბების მექანიზმების შემუშავება დაახლოებით ისეთი მექანიზმებისა, რომლებიც თუ როგორებიც გამოიყენეს მათ გასული წლის 26 ოქტომბრის ფარსში, ანუ საპარლამენტო არჩევნებში. ეხლა ვინმე ჭკუად ყოფილი იკითხავს, რაში სჭირდება ქართულ ოცნებას არჩევნების დამატებითი ან წინასწარი გაყალბება ან დამატებითი გაყალბება, თუ ქართული ოცნება ისედაც იმარჯვებს ამ არჩევნებშიო და ეს ვინმე, ვინც ამას კითხულობს, ბუნებრივია მართალიც იქნება თუ 70%-ს იღებ ოხერი, რატომ გჭირდება, რაში გჭირდება თქვათ პროცენტის გაზრდა 90-მდე, 97-მდე, 98-მდე. ხომ სიგიჟეა, შენ ხომ უნდა დატოვო რაღაც გარკვეული სივრცე, რომ ვითომ ოპოზიციამაც მიიღო 15, 20, 27, 30, 22% და დემოკრატიული საზოგადოებაა, დემოკრატიული ქვეყანაა, ეს ანტურაჟი მაინც ხომ უნდა შექმნა. მაგრამ არა, მუცელ ამოუყორავი ქართული ოცნება ორი მინიმუმ ჩემი ანალიზით, მინიმუმ ორი მიზეზით აყალბებს არჩევნებს წინასწარ და უკვე შემდგომაც გააყალბებს 4 ოქტომბერს ეგრეთ წოდებულ არჩევნებს და დაიწერს არა 67-70%-ს, რომელსაც ისედაც მიიღებდა ამ უკონკურენციობის პირობებში, ანუ როდესაც ძირითადი ოპოზიციის ამომრჩეველი არც მივა, არც გამოცხადდება არჩევნებზე და მათ შორის არ დაუჭერს ხარს არც ოპოზიციურ იმ პარტიებს, რომლებიც მონაწილეობენ ამ ფარსში, ანუ ლელოსა და გახარიას პარტიას, არ მივლენ ნაცების ამომრჩევლები, არ მივლენ გახარიას კი არა, გვარამიას ამომრჩევლები, მელიას ამომრჩევლები, ჯაფარიძის, ხოშტარიასის ხმები არ მივლენ, რასაკვირველია და ამ პირობებში ისიც მაქსიმუმ ლელო ძლიერი საქართველო და გახარიას პარტია და კიდე პატარ-პატარა პარტიები, რომელთა სახელწოდებები ვერც დავიმახსოვრე, გულახდილად გეტყვით, კი არა, არც ვიცი, ვინ მონაწილეობს ამ არჩევნებში, ხო ალბათ გირჩი და კიდევ ის ალტინფოს კონსერვატორები თუ არ ვწდები და ასე შემდეგ, ისინი მიიღებენ მაქსიმუმ 30%-ს. მაგრამ რაში სჭირდება ქართულ ოცნებას? იმიტომ რომ და ორი მიზეზია. პირველი,
გაყალბება წინასწარი მას სჭირდება, იმიტომ რომ მეტი რაოდენობის ამომრჩეველი დაფიქსირდეს საარჩევნო უბნებთან. ანუ ლეგიტიმაციის დაბალი ხარისხი კი არ იყოს 3.500.000 თუ 700.000 ამომრჩევლიდან, სადაც ისედაც მივა დაახლოებით 1.200.000. იმ 1.200.000-ის 70% კი არ მიიღოს, არამედ დააფიქსიროს, რომ მივიდა მაგალითად 1.700.000, ანუ 500.000-ით მეტი, 3.400.000, 1.500.000 თუნდაც 300.000-ით მეტი და იმ 1.300.000-დან მიიღოს 70 კი არა, უკვე შესაბამისად გაცილებით მეტი პროცენტი, 80%. ეს ერთი საბაბ მიზეზია, რის გამოც ქართული ოცნება წინასწარ აყალბებს არჩევნებს, მეტწილად უფრო ესეთი ყველაზე უფრო ხშირად გამოყენებული გაყალბების მექანიზმია პირადობის მოწვევების ჩამორთმევა და სხვათა ნაცვლად ხმების მიცემა რომელიმე ერთი მისი მომხრეს მიერ. და მეორე, ქართულ ოცნებას სასიცოცხლოდ სჭირდება დემონსტრირება იმისა, რომ ის არის ერთადერთი ძალა, რომელიც საზოგადოებას ამ სიტყვას ვიხმართ ქვერის ნებართვით, ატერორებს. ან საზოგადოება სათოფეზე ხავს, მიზანში ყავს ამოღებული და საზოგადოებას არამც და არამც არ აქვს უფლება რომ გატოყდეს მისი საწინააღმდეგო არჩევანი არა მხოლოდ ამ ფარსში, არამედ სამომავლოდაც ოდესმე მაინც დააფიქსიროს. ტერორი, მარწუხები, რეპრესიები და ამგვარი მექანიზმის შექმნა გარდაულად სჭირდება ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ აჩვენოს ამომრჩეველს, ვინც არ მიდის არჩევნებზე და ვისაც არ თმევენ პირადობის მოწმობას, რომ იცოდე, ეს არის წესი დადგენილი ჩემს, ანუ ქართული ოცნების მიერ და ამ წესს მე არასოდეს გადავუხვევ და თეორიულადაც კი არ დაუშვებ იმას, თეორიულადაც კი, რომ ახლა კი მეუბნები რომ არ მიდიხარ არჩევნებზე, მაგრამ თეორიულადაც კი არ დაუშვებ იმას, რომ შენ ემანდ ფეხი წაქცდეს ამ ფარსში, 4 ოქტომბრის ფარსში მონაწილეობისაკენ და მიხვიდე ბოლო მომენტში გადაწყვიტო და მიხვიდე და მოხაზო ძლიერი საქართველო, ან გახარიას პარტია, ან რომელიმე სხვა პატარა პარტია. ტერორისა და მარწუხების, რეპრესიების შექმნა და საზოგადოების დაშინება არის ქართული ოცნების სტილი, სისხლში გამჯდარი თვისება და მმართველობის სტილი, რომელსაც ის ვერც ვერასოდეს გადაუხვევს მეთქი. ეს არის ვიდეო ბლოგის პირველი ნაწილი და მეორე ნაწილიც სწორედ ამ თემას ეხება. მე მინდა დავსვა კითხვა ამგვარი. თუ ეს მდგომარეობა არის, ანუ ისედაც იღებს 70%-ს, განა არა, მას გაუჭირდებოდა მთელი ოპოზიცია რომ მონაწილეობდეს არჩევნებში, გაუჭირდებოდა 50%-ზე მეტის მიღება. აქა-იქ მოიგებდა, მაგრამ მაგალითად თბილისს წააგებდა. ახლა თბილისსაც აპრიორი იგებს. თბილისს წააგებდა იმ შემთხვევაში, თუ კარგი კანდიდატი, სწორი კანდიდატი და კალაძეს რომ მართლა დაამარცხებს ისეთი კანდიდატი ეყოლებოდა გაერთიანებულ ოპოზიციას, მაგრამ ვერ შედგა ეს ერთობა და მე დიდადაც არ ვწუხვარ იმაზე, რომ ერთობა ვერ შედგა, მე არჩევნების წინააღმდეგი ვიყავი. ამ მონაწილეობის წინააღმდეგი ვიყავი ამ ეგრეთ წოდებულ ფარსში, მაგრამ გავანებოთ თავი, ვიღაცას ხო მეგონა ხუხაშვილს მაგალითად, გიას რომ არჩევნებში მონაწილეობა არის აუცილებელი, ან კახა გოგოლაშვილს მაგალითად, პატივისცემა ერთსაც და მეორესაც. რომ მიიღოთ მონაწილეობა ამ შემთხვევაში თბილისს გამოვართმევდით, მაგრამ პირობითად თელავს დავთმობდით. თელავს გამოვართმევდით და პირობითად გურჯაანს დავთმობდით, ან გურჯაანსში გავიმარჯვებდით და თელავში დავმარცხდებოდით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ 65 მუნიციპალიტეტია. სადღაც მეტი დეპუტატი გვეყოლებოდა რომელიმე საკრებულოში, ხაშურში თუ დედოფლის წყაროში, სადღაც ნაკლები სენაკში თუ არ ვიცი. სურამში პირობითად ლაპარაკობ, ხო? მაგრამ თავარი ეს არ არის. ქართული ოცნება ცდილობს, რომ ტერორში ამყოფოს ეს საზოგადოება. ახლა მე დავსვამ კითხვას. საერთოდ ქართული ოცნების პირობებში, ვიდრე ქართული ოცნება ამ ტალღაზეა, უკაცრავად ჟარგონისთვის, ამ პალასაზეა, როდესაც მას 1 და 2 და 3 და 4 კი არ უნდა, დეპუტატი კი არა, მანდატი კი არა, არამედ ყველაფერი უნდა. ის ამბობს ამგვარ რამეს, ან ყველაფერი იქნება ჩემი, ან არაფერი იქნება ჩემი და ფეხებსაც ვერ მომჭამთ მანამ, სანამ ასეთი სუსტები ხართ. და არჩევნებით საერთოდ ვერაფერს ვერ მომჭამთ. ფეხებს ვერ მომჭამთ. ამბობს ამას ქართული ოცნება. მე მაქვს კითხვა, რა აზრი აქვს საერთოდ თუნდაც საპარლამენტო არჩევნებზე საუბარს
მასთან ჩვენ ვითხოვთ რომ აი დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები, სწორი მოთხოვნაა, განა არა. დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები და მე უკვე სხვადასხვა ვარიაციები ამასთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა ვარიაციები. მაგალითად, იმიტომ უნდა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა, მაგრამ გავიდა ამასობაში 1 წელიწადი ამ უკანონო პარლამენტის მუშაობისა, ბანდის მუშაობისა და მერე სხვები ამბობენ რომ კრიზისი რაღაცია, ხელახალი კი არ არის, გარეში არჩევნები დაინიშნოს. სწორი მოთხოვნაა პირველის და მეორეს, მაგრამ მე უფრო სწორ რამეს ვამბობ, ჩემი აზრით. რა აზრი აქვს ვიდრე ამ ტალღაზე, პალასაზე, ამ ჭკუაზეა ქართული ოცნება საერთოდ არჩევნებზე ლაპარაკს მათთან. ისინი ხომ ყველაფერს გააკეთებენ ყოველთვის ადგილობრივი არჩევნების დროს, რომელშიც ისედაც იმარჯვებენ, საპარლამენტო არჩევნების დროს, რომელსაც არ დანიშნავენ, მაგრამ რომ დანიშნონ, სათუო იქნება მათი გამარჯვება და ამ შემთხვევაში, იმ შემთხვევაში გამოიყებენ გაყალბების კიდევ დამატებით მექანიზმებს, დაშინების, ტერორის მექანიზმებს გამოიყენებენ და ნებისმიერ შემთხვევაში ზუსტად ისე როგორც 26 ოქტომბერს მიაყალბეს წინასწარ არჩევნები, წინასწარ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვაა ჩემი აზრით, ისე მიაყალბებენ მაგალითად 2026 წელს მაისში რომ დაინიშნოს არჩევნები და რა მერე ჩვენ რა ისევ ახალ წრეზე უნდა წავიდეთ და ისე უნდა გამოვიდეთ რუსაველზე და უნდა ვიყიდოთ, არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა, ცეცხლი ოლიგარქიას, ვიღაცამ ფოიერვერკი უნდა ისროლოს, მერე ეს ვიღაცა უნდა დაიჭიროს და მერე სასამართლოებზე უნდა ვიაროთ მათი განთავისუფლების მოთხოვნით, რომლებსაც არც განთავისუფლებენ და პირობითად რაღაც დღეს 55 თუ 60 პოლიტპატიმარს და სინდის პატიმარს მიემატება კიდე 60 პატიმარი. ამიტომ არჩევნებს კიდევ ერთხელ გეკითხებით ყველას რა აზრი აქვს. დემოკრატიულ საზოგადოებაში არჩევნებს აქვს აზრი, რასაკვირველია. დემოკრატიულ ქვეყანაში, როდესაც შენ ხელისუფლების ცვლილება და ცვალებადობა შეგიძლია სწორედ არჩევნების გზით და ამის იოტისოდენა შანსი გაქვს თუნდაც. ამის სივრცეს, აი ამ ცვლილება ცვალებადობის სივრცეს ტოვებს ქართული ოცნება ჩვენ შემთხვევაში ან ხელისუფლება ზოგადად. მაგრამ და ამ სივრცეს ტოვებდა, გაგიკვირდებათ და უკლებლივ ყველა ხელისუფალი. გამსახურდიაზე არ ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ იქ იყო რუსული სპეცოპერაცია და მართლა სპეცოპერაცია და რუსეთის მიერ მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალება გოგა ხაინდრავებს რომ ეჭირათ ავტომატი და ზეიმობდნენ და დღემდე ზოიმობენ იმას რაც ჩაიდინეს 91-92 წლებში და გიორგი გამსახურდია მიუმართავ ახლა გიორგი გამსახურდია უნებით თუ უნებლიეთ არის სწორედ გოგა ხაინდრავას გვერდით მოცემულ ეტაპზე არა ბიძინა ივანიშვილისა, არამედ გოგა ხაინდრავასი. ეს რომ იცოდეს მაინც. მაგრამ გავანებოთ ახლა გიორგი გამსახურდიას თავი, ვილაპარაკოთ ახლა შემდგომ ხელისუფლებაზე, შევარდნაძე ყოველთვის ტოვებდა, გაგიკვირდება და უცნაურეს რამეს ვამბობ, სივრცეს ოპოზიციის არსებობისთვის თუნდაც სულ მინიმუმ. აღარ ვლაპარაკობ იმელის პარლამენტზე, რომელშიც ყველა ოპოზიციური პარტია შევიდა, უკვე 95-99 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც კი შევარდნაძემ დატოვა სივრცეები 2003-შიც კი, როცა გააყალბა მან არჩევნები ნოემბრის თვეში და სააკაშვილმაც დატოვა სივრცეები, დიახ, იქ იყო ცუდი ოპოზიცია, სუსტი ოპოზიცია, ასე შემდეგ, მაგრამ აი ეს მოლოდინი რომ ხელისუფლება შეიცვლებოდა, მათ შორის დასავლეთის გზავნილების გამო მშვიდობიანი ტრანზიცია უნდა მოხდეს 2012 წელს რომ გვიცხადებდნენ ბრიუსელიდან, ეს მოლოდინი არსებობდა მათ შორის იმიტომ რომ შევარდნაძეც და სააკაშვილიც იყვნენ არა ბანდიტები, არამედ პოლიტიკოსები, მცდარი პოლიტიკოსები, თუნდაც არასწორი პოლიტიკოსები, რომლებიც ქმნიდნენ შტაბ-ეჭვდებას, რომ ძალაუფლებას არასოდეს გაუშვებდნენ ხელიდან, მაგრამ შევარდნაძემაც გადავდექიო, როცა თქვა 2023 წლის ნოემბრის მიწურულს და სააკაშვილმაც, რომელმაც აღიარა 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში მარცხი და დაადასტურეს, რომ ისინი იყვნენ პოლიტიკოსები. ბანდიტი ივანიშვილი ამას არ დაადასტურებს არც არასოდეს ჰოდა. კითხულობ კიდევ ერთხელ, ამ პირობებში არჩევნებს რა აზრი აქვს? არჩევნებში შესვლას ამათთან და ლოზუნგს თუ მოთხოვნას რომ დანიშნეთ რიგგარეშე თუ ხელახალი, მოკლედ ახალი საპარლამენტო არჩევნები. სწორი მოთხოვნა აკითხავთ, მაგრამ მხოლოდ იქ და იმ შემთხვევაში, როდესაც ხელისუფლებას ყველაფერი, ხელისუფლებას წოდებულ ბანდას ყველაფერი არ უნდა, როცა ის ტოვებს ცვლილება ცვალებადობის შესაძლებლობა, შანსს. ხოდა ბიძინა ივანიშვილი ამას არ ტოვებს, ამ შანსს და შესაძლებლობას. ეხლა მე რომ მკითხოს კაცმა,
და ამგვარი კითხვა ლეგიტიმურია მაშ ბატონო ირაკლი რა გზა რჩება ამათ მოსაშორებლადო მე ზაზუსტებითი პასუხი ერთის მხრივ მაქვს და მეორეს მხრივ არა დიახ ძალიან იოლია ახლა წარმოთქმა სიტყვისა რევოლუციის გზით უნდა დამთავრდეს ეს ხელისუფლება და მეც რაღაცა დაბეჭვიეთ ამ სიტყვას და რაღაცა ჩემზე პირველ მთქმელებიც არიან ბევრი მეც ავყვები ამ ფეხის ხმას და ვიტყვი რომ რევოლუცია არის ერთადერთი გამოსავალი მე გეთანხმებით რევოლუცია არის ერთადერთი გამოსავალი და რასაკვირველია დავურთავ სიტყვას შვიდობიანი ახლა მე პატა ბურჭულაძეს კი არ ვაქებ ან ლევან ხაბეიშვილს კი არ ვაქებ არც ერთი მათგანის გზა თუ ორივეს ერთი გზა აქვს საბოლოო ჯამში სწორად არ მიმაჩნია მხოლოდ იმის გამო რომ ცოტა მაფრთხობს მოლოდინების აწევა და მერე შესაძლო მოლოდინების აწევის შემთხვევაში და დამარცხების შემთხვევაში გარდაუვალი ფრუსტრაცია ანუ მე მაფრთხობს რომ საზოგადოება რომელიც გამოვა 4 ოქტომბერს და მოლოდინი არავის არ უნდა ჰქონდეს რომ 4 ოქტომბერს დასრულდება ყველაფერი 5 6 7 12 17 25 არ ვიცი შეიძლება ნოემბერში დასრულდეს და შეიძლება დეკემბერში მაგრამ როცა მე მაფრთხობს მომენტი წამი ის წამი ზუსტად როცა საზოგადოება თეორიულად მიხვდება ან თუ საზოგადოება თეორიულად მიხვდება რომ ვერაფერსაც ვეღარ გახდა ამ შემთხვევაში შევალთ ჩვენ სამზარეულოებში აი გავედი რეალდამასობაში კამერა გავალთ შევალთ სამზარეულოებში და ჩვენი ჩაფუშვა და ჩაფუშვა მრავალწლიანი და ჩაფუშვა სამუდამო გარდაუვალია აი ეს მაფრთხობს და ეს არ მომწონს თუ რამ არ მომწონს ბურჭულაძე ხაბეიშვილის და სხვათა პროექტში მაგრამ მეორეს მხრივ მე უნდა შევაქო ისინი აი გაგიკვირდებათ და იმიტომ რომ ახლა ამ 5-10 წუთის წინ მე ვსკროლავდი და ვნახე რომ ბატონი ბურჭულაძე პაატა ბურჭულაძე რომელიც სტუმარი იქნება ჩემი ეგრა მაგის პასუხია კონტექსტში ორშაბათს ბატონი პაატა ბურჭულაძე კახეთში ეს 70 წლის კაცი ამასიან თარბიზე იმეთ მისი 70 წლის იუბილე კახეთში სოფელ თუ მოსახლე დადის და რაღაცა ფლაიერებს ურიგებს ეპატიჟება 4 ოქტომბრის არჩევნებში იმედიან სიტყვას ამბობს 4 ოქტომბერზე ლაპარაკობს დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაშიო კიდევ ერთხელ დავწმუნდიო დიახ ვაქებ იმიტომ რომ მაშინ როდესაც და ეხლა კონკრეტულად ცხადი არ საუბრობ არავისზე გარეთ მყოფი პოლიტიკოსების 72% ისვენებს აგვისტოს ცხელ დღეებში აბა რა უნდა ქნან პატა ბურჭულაძე ლევან ხაბეიშვილი ნადიმ ხმალაძე შემიძლია კიდევ ვიღაცეები გავიხსენო ხო ისინი სოფელ არიან და საზოგადოებას არ წმუნებენ 4 ოქტომბრის აქციაზე გამოსვლის თაობაზე აუცილებლობის თაობაზე ეხვეწებიან ევედრებიან არ არის ეს სათაკილო ეუბნებიან რომ გამოდით და ვიჩხუბოთ ამას დინარაზეს რო არ ეგონოს რომ ეხა კარივის გამართვას და რიგს აპირებს ვინმე არა ჩხუბი მისი ფართო გაგებით ანუ გამოვიდეთ და გავაპროტესტოთ არსებული რეჟიმი ამიტომ სინერგია შეიძლება არ არის ზუსტი სიტყვა მაგრამ რაღაცა იმედის ნაპერწკალი მაინც გააჩინა ამ ჯგუფმა წინააღმდეგ შემთხვევაში კვდომისაკენ მიდიოდა პროცესი კვდებოდა და მკვდარიც არის ანა ჩვენ სიკვდილის მით უფრო თვით სიკვდილის ხო ანუ თვითმკვლელობის უფლება ქართულ საზოგადოებას არ აქვს ბატონებო და მეგობრებო და ქალბატონებო ძვირფასებო გარშემო იმგვარი რაღაცეები ხდება რომ საქართველოს შეიძლება რუკიდანაც კი გაქრეს როგორც სახელმწიფო თუ ჩვენ და ჩვენ სწორედ ქართველ ხალხს გულისხმობ ნებისმიერ საქართველოელს ვინც ცხოვრობს სახლობს ამ ქვეყანაში ვინც ამ ქვეყნის მოქალაქეა ჩვენ გვაქვს ვალდებულება წარსულის აწყოსა და მომავლის წინაშე რომ რაღაცა შევცვალოთ ამ ქვეყანაში რამდენადაც გარშემო მიმდინარე პროცესები უამრავ ან ბევრ ქვეყანას უკეთეს პირობებში აღმოაჩენს გარკვეული პერიოდის შემდეგ და ჩვენი დე-ფაქტო ხელისუფლების ბანდის უჩუმარობისა და გამო ჩვენ შეიძლება ტალახი ისე მოგვეცხოს არა ჭაობში შეიძლება ისე ჩავეფლოთ რომ ვეღარც ამოვყვინთოთ ვეღარასოდეს და არა მოყვინთვა ანუ ხელფეხის არქნება და არა მოყვინთვა არის დანაშაული
გასროლილი ტყვია მომავალი თაობებისათვის, რომლებიც უთუოდ ეცდებიან ამ ოყვინთვას, მაგრამ რომლებიც უთუოდ დაღორიან გაცილებით მეტ სისხლს, ვიდრე ჩვენ დავღვარეთ, ან შეიძლებოდა რომ დაგვეღვარა. პათეტიკურიაო ვინმე იტყვის ირაკლი ტაბლიაშვილზე, მართალი ბრძანდებით უბრალოდ ამ პათეტიზმშიც, ამ პათეტიზმით მე ვცდილობ აგიხსნათ, რამდენად მძიმე მდგომარეობაში ვართ ჩვენ. არჩევნებად წოდებული ფარსი 4 ოქტომბერს გაიმართება. ქართული ოცნება ამ არჩევნებს, იმ არჩევნებად წოდებულ ფარსს გააყალბებს. არჩევნებს საერთოდ ამ ქვეყანაში აზრი არ აქვს. მას სურს, რომ წარმოაჩინოს საკუთარი თავი ერთადერთ ძალად, რომელიც ხელისუფლებას არც არასოდეს დათმობს, სულ რომ უკადრებელის კადრება მოუწიოს და ის უკადრებელს კადრულობს. ქართული სახელმწიფოს წინაშე თუ წინააღმდეგ უკვე რახანია, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო 3-4 წელია, როდესაც ის ძალაუფლებაზეა ჩაბღა უჭებული და ძალაუფლება კი სჭირდება იმისთვის, რომ მეტინა მეტი სასახლე-სახლი, პორშე, მერსედესი ჰქონდეს რომელიმე ერთ მაღალ თუ დაბალ ჩინოსანს ამ ბანდისა. ბიზნე ივანიშვილმა შექმნა ეს სისტემა და ჩვენ უნდა მოვახერხოთ ისე, რომ ბიზნე ივანიშვილის ეს სისტემა უბრალოდ დავფშნათ. ნახვამდის.